მოგესალმებით ძირფოსა და პატივცემულო მაყურებლებო. თქვენი ბრძანებით არხზე გლობალური შერკინება. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ მოგელით ძალიან საინტერესო შედარება. ინდომინუს რექსის და კინგ-კონგის შორის 2005 წლის პიტერ ჯექსონის ფილმიდან. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შედარება თქვენ მოგეწონება და ლაიკით შემიფასებთ. ასევე თქვენთან თხოვნა მექნება არხი გამოიწეროთ და კომენტარი დაწეროთ. თქვენთვის რთული არაფერია, ჩვენთვის კი ძალიან სასიამოვნოა. მაშასე, დავიწყოთ. და როგორც ყოველთვის, განვიხილოთ პერსონაჟები და მათი მახასიათებლები. დავიწყოთ ინდომინუს რექსით. ეს არის დინოზავრებისა და ცხოველების სხვადასხვა სახეობის გენეტიკური ინჟინერიის ჰიბრიდი. სინამდვილეში ინდომინუს რექსი არის საიდუმლო ბიოორგანული იარაღი, რომელიც შეიქმნა პრეისტორიული ცხოველების მიზიდულობის საფარქვეში. სხვადასხვა პრეისტორიული და თანამედროვე ცხოველების გენების არსებობის გამო, ჰიბრიდი არის 6 მეტრის სიმაღლისა და 12 მეტრის სიგრძის. ინდომინუსს აქვს ბასრი კბილები, გრძელი წვეტიანი კლანჭები და უზარმაზარი ყბები. აქვს სხვა დინოზავრებთან შედარებით საკმაოდ მყარი გარეკანი. ასევე აქვს საკუთარი თავის შენიღბის უნარი და აქვს მაღალი ინტელექტი. ახლა კი მოდით შევხედოთ კინგ-კონგს. ეს არის გიგანტური გორილა, რომელიც ბინადრობს თავის ქალის კუნძულზე. ამ კუნძულის ადგილობრივები მას ეჩუქებოდნენ და მსხვერპლებსაც კი უბოძებდნენ. კინგ-კონგი არის გადაშენების პირას მყოფი გიგანტური პრიმატების სახეობის წარმომადგენელი, რომლის სიმაღლე შეადგენდა 6-დან 9 მეტრამდე. კონგი ძალიან ძლიერია მისი მასისა და უზარმაზარი ხელების მეშვეობით და ასევე სწრაფია და შეუძლია გამოიყენოს უცხო ობიექტები ბრძოლაში, რამაც იგი აქცია ყველაზე ძლიერ არსებად კუნძულზე და მას არ ჰყავდა თანაბარი. ახლა კი მოდით შევხედოთ, როგორი უპირატესობებით გამოირჩევიან ისინი. ზომის მხრივ კინგ-კონგი იმარჯვებს, რადგანაც 4 ფეხზე მისი სიმაღლე შეადგენს 9 მეტრს, ინდომინუსის კი 6 მეტრს და სხვა მორთულ დონეზე მეგაპრიმატი უფრო მძლავრად გამოიყურება. ძალის მხრივაც, ჩემი აზრით, კონგს ექნება უპირატესობა. მას იოლად შეეძლო ხეებისა და ქვის მასიური ნაგებობების გადაქცევა, ასევე გამტრია დიდი ჭიშკარი და ფაქტობრივად ერთი ხელით მან მიმოფანტა 3 ვასტატოზავრი რექსი და მათ ყბებიც კი გადაუმტრია. დიახ, ინდომინუს რექსიც ასევე ძლიერია, სხვა დინოზავრებისაგან განსხვავებით. მან იოლად ამოაყირავა 5 ტონიანი ანკილოზავრი. თავიანთი სხეულით ბეტონის კედელი გაამტრია და ასევე მან მოახერხა ტირანოზავრის გადაძლევა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ იქნება, რადგან კონგი ერთდროულად 3 ვასტატოზავრს ერეოდა, რომლებიც ტირანოზავრის შთამომავლები იყვნენ და მახასიათებლებით ისინი მას თითქმის უტოლდებოდნენ. სიჩქარის და მოქნილობის თვალსაზრისითაც უპირატესობა კონგისაკენ იქნება. მისი წინა გრძელი კიდურების მეშვეობით მას შეუძლია მაღალი სიჩქარით გადაადგილება და ნებისმიერ სიმაღლეზე ძრომიალი. იმის თქმაც შეიძლება, რომ კინგ-კონგი პარკურობის ოსტატია და მისი დაწევა საკმაოდ რთულია. ასევე მისი რეაქციის სიჩქარე მას აძლევს საშუალებას არიდოს თავი იმავე ვასტატოზავრების შეტევებისაგან. რაც შეეხება ინდომინუსის სიჩქარეს, ველოცირაპტორების გენების მეშვეობით მისი სიჩქარე და მოქნილობა უფრო მაღალი იყო მის მსგავს ტირანოზავრებთან შედარებით, მაგრამ მაინც დიდ მაიმუნთან შედარებით ის უფრო ნელი ჩანდა. მაგრამ აი უკვე სიმტკიცის და გამძლეობის მხრივ, უპირატესობა იქნება ინდომინუსისაკენ. ჰიბრიდის სხეული ნაწილობრივ დაფარულია ასტოადერმებით, გარეკანის გაძლიერებული უბნებით და ჰიბრიდის გარეკანი მთლადაც იყო საკმაოდ მედეგი, იმისათვის, რომ გაუძლოს ტყვის მფრქვეველი ან რაკეტის სროლას. გამძლეობის მხრივ კი, ინდომინუსს არ უჩვენებია დაღილობის მანიშნებლები. კონგის მოკლა კი შესაძლებელი იყო ჩვეულებრივი შეიარაღებითაც და თავის დროზე იგი გამოფიტული ხდებოდა და იმის თქმაც შეიძლება, რომ სიმტკიცე და გამძლეობა კონგის ძლიერი მხარეები არაა. და დავასრულოთ ინტელექტით. აქაც შაღრმავება საჭირო არ იქნება, რადგან ინდომინუსს აქაც ექნება უპირატესობა კონგის წინაშე. მან მოუტვინა თავისი იმპლანტის მოშორება, რომლის მეშვეობითაც მას უთვალთვალებდნენ და დამატებით შენიღბით ხაფანგი მოაწყო. ასევე იგი დაემალა თერმოგამომსახველებისაგან, მისი სხეულის ტემპერატურის შემცირებით. კონგი კი პირველ რიგში ჩვეულებრივი ცხოველი იყო, მაგრამ მას უფრო მაღალი ინტელექტი ჰქონდა, ვიდრე სხვა ქმნილებებს მის კუნძულზე და მე ვერ ვიტყოდი, რომ მას ინტელექტი არ ყოფნის. პირიქით, იგი საკმაოდ გონიერი იყო და იყენებდა შერკინებაში უცხო ობიექტებს. ასევე კონგი ინდომინუსზე უფრო უფროსი და ბრძენია, მაგრამ მაინც ინტელექტის მხრივ ჰიბრიდისაკენ იქნება უპირატესობა. მაშასე მეგობრებო, შედეგის მიხედვით გამარჯვებული გამოდის კინგ-კონგი, მაგრამ ჩემი არხის წესით, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, ეს ინფორმაცია საკმარისი არ იქნება.
ხო და მოდით ახლა შევხედოთ, როგორი შეიძლება გამოსულიყო მათი შერკინება, თუ ისინი შეხვდებოდნენ. პირველი შეუტევს ინდომინუსი. კონგი ასევე მიიღებს ამ ბრძოლას და პირველი, რასაც გამოიყენებს ჰიბრიდი, არის რა თქმა უნდა მისი ყბები. თუმცა კონგი შეძლებს ამ შეტევის დაბლოკას მოწინააღმდეგის ყბების დაჭერით. თუმცა ჰიბრიდს აქვს გრძელი კიდურები, რომლებიც ბასარ ბრჭყალებს შეიცავენ, რომლებითაც იგი შეძლებს მაიმუნის დაჭრას. ბრძოლა ძალიან ბრუტალური იქნება და ჰიბრიდი შეძლებს კონგისათვის მნიშვნელოვანი ჭრილობების მიყენებას. თუმცა კონგს შეუძლია ინდომინუსი წააქციოს და შეეცადოს მას ყბები გადაუმტრიოს, მაგრამ ჰიბრიდი რაღაც ვასტატოზავრი კი არაა, იგი კონგს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს. მაგალითად მას დაჭრის თავისი ბასრი კლანჭებით, რის გამოც მაიმუნი უკან დაიხევს, რის შემდეგაც ინდომინუსი შეტევას განაგრძობს, მაგრამ კონგს შეუძლია მოიგერიოს ყველა ეს თავდასხმა, თავისი მუშტებისა და საბრძოლო უნარების წყალობით. თუმცა ინდომინუს რიგში ჭკვიანია და რომ მიხვდება, რომ მისი მოწინააღმდეგე ძლიერია, იგი შეცდება დაიმალოს და მოწაფეს მოულოდნელად თავს დაესხოს. თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ მას ეს გამოუვა, რადგან კონგი მას იოლად დაეწევა და არსებობს შანსი, რომ მაიმუნი ზემოდანაც შეუტევს. ძრომეალობა ხეებზე და სხვა ნებისმიერ ზედაპირზე მას დიდ უპირატესობას აძლევს, მაგრამ რით დასრულდებოდა მათი ორთაბრძოლა? თუ ინდომინუსს მოუხერხდება გამუდმებით და განუწყვეტლივად შეტევა, მაშინ კონგი მაინც დაიღლება მიღებული ჭრილობებით და ჰიბრიდი მას ბოლოს მოუღებს. მაგრამ რაც შეეხება თავად კონგს, მას შეუძლია გამოიყენოს მძიმე საგნები და ინდომინუსს ძვრები დაულეწოს. პრინციპში მას შეუძლია ამის გაკეთება შიშველი ხელებითაც. მაშასე შედეგი დღევანდელ შედარებაში იმარჯვებს კინგ-კონგი, რადგან სპონტანურ ბრძოლაში მას აქვს გამარჯვების უფრო მეტი შანსი. კონგს აქვს საკმარისი ძალა ინდომინუსის ძვრების დასამტვრევად. ცხადია, რომ ბრძოლა ახლო იქნება და ინდომინუსი ვერ შეძლებს მუდმივად არიდოს თავი კონგის ხელებს და საბოლოო დარტყმა იქნება კონგისაგან. თუმცა გამარჯვება მისთვის ადვილი არ იქნება, შესაძლოა ის იქნება სერიოზულად დაჭრილი. მეგობრებო, იმედი მაქვს, რომ თქვენ ეს ვიდეო მოგეწონათ. თუ ასეა, მაშინ გამოიწირეთ არხი და ლაიკეთ ვიდეო და კომენტარიც მოაყოლეთ. თქვენთვის რთული არაფერია, ჩემთვის კი ძალიან სასიამოვნო. ასევე კომენტარებში შემოთავაზეთ კიდევ იდეები შედარებებისთვის, რომელიც შედარებები გსურთ დაინახოთ შემდეგში. მაშასე, ამ ერთხელ მე თქვენ გემშვიდობებით, ყველას წარმატებებით, კარგად ბრძანებოდეთ.